დავიწყოთ თავიდან და დავსვათ პირველ რიგში ისევ შეკითხვა, რა სურს რეალურად ოცნებას. ოცნების წინასაარჩევნო კამპანიებს თუ გადაავლებთ თვალს, ის ძირითადად სწორედ ნაციონალური მოძრაობის დემონიზებასა და დეჰუმანიზაციაზე გადიოდა. ზოგადად ოპოზიციის. ბოლო 5 წლის ოცნების კამპანიები ასე გამოიყურება, მაგალითად 2020 წელი საპარლამენტო არჩევნების დროს მათი კამპანიის მთავარი ხაზი იყო გარეჯი საქართველოა. ეს მალე მერე დაავიწყდათ. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების სისხლიანი ბანერები გამოჩნდა მაშინ და სააკაშვილის შემოსვლა საქართველოში იყო მთავარი თემა. 24 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის მთავარი ხაზი კი ომი თუ მშვიდობა. ამ კამპანიებსთან გაჰყვებოდა ხოლმე ყალბი ნარატივი ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ, ეს ნაწილი ახლა ფაქტობრივად გამქრალია. რა დარჩა ოცნებას? უბრუნდება ომის შიშების გაღვივების თემას კალენდარულ არჩევნებამდე 6 თვით ადრე. ოცნების კომისიის ხდომაზე დღეს გენერლები იყვნენ დაბარებული, ზაზა გოგავა იქ სამხედრო ფორმით მივიდა. მანამდე ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა განცხადება, რომ გოგავა და მამუკა ყურაშვილი პარტიული აფილიაციის გარეშე მივლენ ქართული ოცნების საგამოძიებო კომისიის ხდომაზე, რადგან თავს ვალდებულად თვლიან ნებისმიერ კითხვას ნებისმიერ ფორმაში უპასუხონ აგვისტოს ომთან მიმართებით. პარტიის ცნობით ნაციონალური მოძრაობის რიგები დატოვეს და ამის გადაწყვეტილება მათ მიიღეს 18 თებერვალს სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს შეკრება იყო მაშინ თებერვლის მეორე ნახევარში. დილიდან კომისიის კითხვებს უპასუხეს ლაშა ქოიავამ, შალვა ჯანაშვილმა. ამაზე გიამბეთ გადაცემის პირველ ნაწილში, ახალი ამბების დასაწყისში და აქ აღარ შევჩერდებით. მაყურებელი თავად გამოიტანს დასკვნებს. ისეთი დეტალების განხილვა და საუბარი, რაზეც ახლა წულუკიანი საუბრობს, შედის თუ არა საქართველოს ინტერესებში, თუ ის შედის მხოლოდ ერთი კაცის და ერთი ქვეყნის, პუტინის და რუსეთის ინტერესში. აგვისტოს ომი და წინა ხელისუფლების დროინდელი საქმეები ბიზნესებთან ან ციხეებთან დაკავშირებული. ეს ძირითადი საკითხებია, რაზეც ორიენტირდება ოცნება. კომისიის წევრთა მოწადინება აშკარას ხდის, რომ ოცნება ცდილობს არა რეალობისთვის თვალის გასწორებას, არამედ სასურველი ვითარების შექმნას, სასურველი რესპონდენტების მონაწილეობით, რათა შემდეგ შექმნან წინაპირობა სისტემის კრიტიკოსების სცენიდან გასაქრობად და საფუძვლის მოსამზადებლად, რომელიც გვესმის აგერ უკვე 2 წელია თითქოს საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის ომის პარალელურად გლობალური ომის პარტია ავალდებულებდა ომში ჩართვას, როგორც ეს მოხდა მათივე თქმით 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. წულუკიანის კომისიას რამდენიმე მიზანი აქვს. ეს არის სააკაშვილის ხელისუფლების დადანაშაულება ომში, ოპოზიციის წარმომადგენლების და სისტემის კრიტიკოსების სისხლისამართლებრივი დევნა, პოლიტიკური არეალიდან მათ ჩამოშორება, პარლამენტის აღიარებისა და ლეგიტიმაციის არგუმენტის შექმნა და საზოგადოების ყურადღების გადატანა მისივე შექმნილი კრიზისიდან სხვა მხარეს. მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალურ მოძრაობას ყველაზე ხშირად ახსენებენ ოცნების მიერ არჩეული კომისიის წევრები, უკვე გამოკვეთეს თავდასხმის ობიექტები, ოღონდ ლელოდან. ხაზარაძე ჯაფარიძე ბიზნესმენ ლეონიძის кейსის გამო ჯერ კომისიის ხდომაზე დაიბარეს, შემდეგ საქმეში არნახულის სისწრაფით ჩართეს პროკურატურა. მალევე გამონახა დრო სასამართლომაც. არავინ გამორიცხავს, რომ შეიძლება ივანიშვილმა ხაზარაძე ჯაფარიძე დააპატიმროს, რადგან საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლა ისჯება ჯარიმით ან ერთწლიანი პატიმრობით. ეს მოლოდინი აშკარაა, რომ აქვს თავად ხაზარაძესაც, რომელიც ფინანსურად დამოუკიდებელი ფიგურაა პოლიტიკურ ველზე. სასამართლოში წასვლამდე ის დღეს მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და კითხვებს ღია ეთერის საშუალებით უპასუხა. პირდაპირ ტრანსლაცია დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა. მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი დროისთვის, ძალიან ვაფასებ, რომ მობრძანდით. დღეს ჩვენ ვთხოვეთ ჩვენი ქვეყნის მედიის თითქმის ყველა წარმომადგენელს, რომ მობრძანებულიყო და გვესაუბრა ძალიან გულახდილად და დღეს არის საშუალება, რომ ნებისმიერი კითხვა, რომელიც არსებობს მედიაში, ჭორი, მართალი, დოკუმენტი შეხვედრა მედიასთან იყო ფორმულას ეთერშიც, გიამბეთ ახალი ამბების ნაწილში. აქ ვთქვათ 26 მარტს ოცნების დეპუტატმა წულუკიანმა თქვა, რომ პროკურატურას მიმართეს ბადრი ჯაფარიძეზე, სავარაუდოდ ჯაფარიძესაც მალე დაიბარებენ. მას შემდეგ რაც წულუკიანის კომისია გააქტიურდა და სამიზნეები გამოკვეთა ხაზარაძე ჯაფარიძის სახით, ლელოს ლიდერს პირველი ვრცელი ინტერვიუ ჰქონდა გიორგი თარგამაძესთან ფორმულას ეთერში. ხაზარაძე ვარაუდობს, რომ მისი დაკავება უნდათ და აცხადებს, რომ ზადაა მაგისტრ მოსამართლესთან მისასვლელად. ამ ინტერვიუში ოპოზიციონერი ხსნის, რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება. არანაირი დათმობა არ იქნება და იმ ცილის სამებაზე და აი ამ იმაზე, ესე თქვა, რასაც თქვენ კადრულობთ, არანაირი დათმობა გინდა იმაში რა ქვია, სასამართლო მომისაჯეთ და გინდა ესე რა ქვია, საფატიმრო. არ არსებობს, იცით რატო? იმიტომ რომ ამ ბრძოლაში ჩემ მეგობრებთან ერთად მე ვარ შეგნებულად შემოსული. და შემოვედი მაშინ, როცა თქვენ კურსს გადაუხვიეთ და ანაკლია მოკალით. და მაშინ მივხვდი.
და თქვენ მე მგონი ყველა დარწმუნებული ხართ თუ მილიონზე მეტმა ადამიანმა მოახერხა ქვეყნიდან წასვლა სხვა ქვეყანაში ცხოვრება ზოგმა კარგად და ზოგმა საშუალო და ზოგი ეხლა იწყობს მე მგონი დარწმუნებული ხართ რომ ძალიან მარტივად შემეძლო ამეცილებინა ფულის გაეთრების საქმეც ან ეხლაც თურმე წასულიყავი ამ ბიზნეს მიმეტოვებინა არა მე ამ ბრძოლაში ჩემ მეგობრებთან ერთად ვარ ბოლომდე სახელმწიფო პროპაგანდა მომართულია, რომ ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ მოამზადოს ნოყიერი ნიადაგი გაშავებისა და დისკრედიტაციის კამპანიისთვის, ამიტომ ჯაფარიძე ხაზარაძეს წარმოაჩენენ წინა ხელისუფლების დროს სახელმწიფო რეკეტის მონაწილეებად. ხაზარაძე ამავე ინტერვიუში იხსენებს მისი და ბადრი ჯაფარიძის საქმიანობას ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, ყვება რომ თავიდანვე ისინი წინა ხელისუფლებამ ატარა პროკურატურაში, შემდეგ ართმევდნენ ქონებას. როგორ შეიძლებოდა ყოფილიყავით გარიგებაში ნაციონალურ მოძრაობასთან დასვა შეკითხვა ხაზარაძემ იხსენებს უფრო ადრეულ პერიოდსაც. 2003 წლიდან როგორც კი მოვიდნენ ხელისუფლებაში 2006 წლამდე ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის მიმართ თქვენ იცით ბევრჯერ მაქვს ნათქვამი სისხლის სამართლის საქმე დაიწყო სააკაშვილის ხელისუფლებამ და ამ საქმეს ერქვა ბორჯომის საქმე და გვატარებდნენ პროკურატურაში 2005 წლიდან 2012 წლამდე მანამ სანამ ხელისუფლება არ შეიცვალა მე მართლობდნენ ქონებას რომელიც არ დავთმე პრინციპულად, იმიტომ რომ ეს ჩავთვალეთ ჩემი თავისუფლების და ესე თქვა კერძო საკუთრების უხეშ ჩარევად და მივმართე სასამართლო დამიყადაღეს ყველაფერი, იმ დროს გრძელდებოდა 6 წელიწადზე მეტი ეს საქმე. შუბლზე მქონდა დადებული იარაღი მხედრიონის დროს და იმათ არ გავრიგები ვარ. ოჯახის წევრი მყავდა მოტაცებული 54 დღის განმავლობაში და მათთან არ გამიკეთებია კომპრომისი და Das ამბობს ხაზარაძე შეპესე მაგნატის საქმეზე. 2 დღის წინ ოცნების კომისიის ხდომაზე მაგნატის ყოფილი მფლობელი ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე იყო მიწვეული. მან მედიას უთხრა, რომ წინა ხელისუფლების დროს ბიზნესი წაართვეს, ოცნების ხელისუფლების პირობებში კი ვერ იპოვა სამართალი. ხაზარაძე ყვება, რომ არ ახსოვს შეხვედრია თუ არა ლეონიძეს, მაგრამ სვამს კითხვას თუ რაიმე პრეტენზია არსებობდა კონკრეტულად მასთან მიმართებით, რატომ არ დაიწყო ვინმემ დავა მთელი 14 წლის განმავლობაში. ნამდვილად არ ვიცნობ ამ ასე თქვათ ბატონ ლეონიძეს ერთხელ სათხად შევხვდიო მითხრა არ მახსოვს მაგრამ ალბათ შევხვდი ხელი ჩამოვართი დერეფანშია სადმე სასამართლოში ხო უნდა იყოს რაღაც საჩივარი ხო უნდა არსებობდეს ისევე როგორც არ არსებობდა ფულის გაეთრების შემთხვევაში რომ არ იყო მომჩივარი არც დაზარალებული იყო და ამიტომ მე მოვითხოვ რომ ამ ცირკის მაგივრად ღიად სახალხო დოკუმენტები თუ იმეს რამე პრეტენზია აქვს და 14 წლის განმავლობაში არ გამოჩნდა ეს ადამიანი იმიტომ სიამოვნებით მეგობრებო სიამოვნებით ქართული ოცნების ესე თქვათ ეს მართლა კრიმინალური ხემძღვანელები სიამოვნებით აიღებდნენ იმ საქმეს რომ ჩვენ წინააღმდეგ რაღაცა დაეწყოთ ვარიანტი არ არსებობს რომ მე ხე დავჯდე და მოგონელი ჭორაობის დონეზე მოგონელი ესე თქვა ადამიანს არ ახსოვს შევხვდი არ შევხვდი ეს რა არის სასამართლოა თუ ეს არის ქართული ოცნების პარტიის ხელმძღვანელებთან რომ მიხვიდე და საქმე გაგერჩიო რაც აკეთებდა ბიზნესის მთელი ცხოვრება და ეხაც აკეთებს კომისიის ხდომაზე ჯემალ ლეონიძემ ახსენა ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი საწოვის ბიზნესიდან საპატიმრობდე რეპორტაჟი რომელიც სტუდია მონიტორმა 2011 წელს მოამზადა ეხება მაგნატის საქმეს როგორ გაკოტრდა კომპანია როგორ გაფორმდა კრიზისის მოსაგვარებლად მემორანდუმი TBC-სთან ამასობაში კი ლეონიძე ციხეში გაუშვეს ფილმში ერთადერთ დოკუმენტად TBC-სთან გაფორმებული დოკუმენტი არის გამოყენებული მას ხელს აწერს ვახტანგ ბუცხრიკიძე მაგრამ ამ კომისიის ხდომაზე ის არ არის დაბარებული მონიტორის დღევანდელი ჟურნალისტური გამოძიება ბიზნესმენმა ლეონიძემ სამართალი ვერ იპოვა 13 წლის განმავლობაში, მაშინ როდესაც ქართული ოცნებაა ძალაუფლებაში. ჯერ არ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილებები, რომელიც ადგენს, რომ ეს კომპანია განზრახ გააკოტრა TBC ბანკმა. ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის აქვს ასეთი ახსნა, მოსამართლებმა, რომლებმაც ეს кейსი განიხილეს ნაცმოძრაობის დროს, მუდმივ მოსამართლებად გადაინიშნენ, ანუ დაწინაურდნენ უკვე ოცნების პირობებში. მაგალითად, ასე მაგნატის საქმე განიხილა ლაშა ქოჩიაშვილმა, ის დღეს უვადო მოსამართლეა უზენაეს სასამართლოში. მოსამართლე კი ვინც ციხეში გაუშვა ლეონიძე, არის მზია ლუმთათიძე და ის არის უვადო მოსამართლე სააპელაციო სასამართლოში. მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი, რომელმაც თავის დროზე 2000-იან წლებში წინა ხელისუფლების დროს განიხილა ლეონიძის საქმე მის საწინააღმდეგოდ მიიყვანა იგი გაკოტრებამდე ისევ ამ მოსამართლემ როდესაც ლეონიძე იყო ცნობილი პოლიტპატიმრად 2012 წელს ქართული ოცნების დროს იგივე მოსამართლემ გააკოტრა არათუ ქონება არ დაუბრუნა ლეონიძეს გააკოტრა მისი კომპანია მაგნატი
და სად არის დღეს ეს მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი? 2021 წელს ის დააწინაურეს უვადოდ ახალ მეორე მოსამართლე ქალბატონი მომთათიძე, რომელმაც ციხეში გაუშვა ბატონი ლეონიძე და უკანონოდ მიუსაჯა მას პატიმრობა. დააწინაურეს, ის არის უვადოდ გადანიშნული სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გახდა. ყველანაირი საუბარი, რომ თეას კომისიის აზრი არის ბატონი ლეონიძისთვის უფლებების დაბრუნება, არის აბსოლუტური და დიდი ტყუილი. პოლიტიკურმა პარტიებმა ზოგ შემთხვევაში კი ლიდერებმა გამოაქვეყნეს ჯაფარიძე ხაზარაძის მხარდამჭერი განცხადებები. ერთადერთი ვისი გამოხმაურებაც არ გვინახავს, ეს ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია. მათი ურთიერთობების დინამიკა რამდენიმე თავს მოიცავს. მიუხედავად წარსულში არსებული უთანხმოებისა, წინასაარჩევნოდ ნახეთ პოზიციების დაახლოების მცდელობაც, თუმცა ეს რთული მოლაპარაკებები ჩაიშალა მაშინ და მხოლოდ არჩევნებზე ტექნიკური ჯგუფების კოორდინაციით შემოიფარგლა. რას ვნახავთ უახლოეს მომავალში, გარისკავს თუ არა ივანიშვილი პოლიტიკური ოპონენტების ციხეში გამწესებას. ივანიშვილს სურს საპატიმროში მათი ხილვა, თუ სურს საქმის არსებობა დამოკლეს מחვილივით ხაზარაძე ჯაფარიძის კისერზე, ოპონენტებზე წნეხის გასაზრდელად, პანიკის, შიშის დასათესად. რას მისცემს ეს ივანიშვილს, გარდა იმისა, რომ კიდევ უფრო გააღრმავებს მისი ძალაუფლების ლეგიტიმაციის პრობლემას, არადა ლეგიტიმაციის საკითხი მას ნამდვილად აწუხებს. ეს არ გვესვის ხოლმე ოცნების ლიდერების განცხადებებში, მაგრამ ქმედებები ამას აჩვენებს. ისინი ცდილობენ საგარეო ვიზიტებს, მათი ინიციატივით შედგა შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან საქართველოში.